ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. ალექსანდრე მაკედონელი. მეოთხე ნაწილი. ისოსის ბრძოლის შემდეგ სპარსეთის არმიის დამარცხებამ და სამეფო ოჯახის დატყვევებამ ალექსანდრეს მისცა შესაძლებლობა ინიციატივა სრულად საკუთარ ხელში აეღო. მიუხედავად ამ წარმატებისა, ომი დასრულებული არ იყო. აღმოსავლეთში კვლავ იდგა უზარმაზარი იმპერია, რომლის საბოლოო დამარცხება ჯერ კიდევ წინ იყო. ალექსანდრემ არ სცადა დამარცხებული დარიოსის დევნა და ყურადღება სამხრეთისკენ, ფინიკიის სანაპიროებისკენ მიმართა. სპარსეთის ფლოტი კვლავ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა და მისი არსებობა დიდ საფრთხეს უქმნიდა ალექსანდრეს ზურგს. ფინიკიის სანაპირო ქალაქები სწორედ ამ საზღვაო სისტემის საყრდენს წარმოადგენდა, ამიტომ მათი დაკავება აუცილებელი იყო. ამ გზით ალექსანდრე სპარსეთს ზღვის მხარდაჭერას უსპობდა და საკუთარ პოზიციებს ამყარებდა. მისი წინსვლა თანმიმდევრული და სწრაფი იყო. სიდონი და სხვა ფინიკიური ქალაქები წინააღმდეგობის გარეშე გადავიდნენ მის მხარეს. გამონაკლისი აღმოჩნდა ტვიროსი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო ცენტრი. ქალაქმა უარი განაცხადა დამორჩილებაზე. მისი განსაკუთრებულობა მდებარეობაში იყო. ტვიროსი კლდოვან კუნძულზე მდებარეობდა და ძლიერი კედლებით იყო გარშემორტყმული, რაც მას პრაქტიკულად მიუდგომელს ხდიდა. ამ ვითარებაში ალექსანდრემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მის საინჟინრო და სამხედრო გენიაზე ნათლად მიუთითებს. მან ბრძანა კუნძულზე დამაკავშირებელი მიწაყრილის აგება. ამ ურთულეს სამუშაოში 10,000-ობით ადამიანი მონაწილეობდა. თავდაპირველად ჩაყარეს ქვები, ზემოდან დაალაგეს ხეები და ნელ-ნელა ქალაქისკენ მიიწევდნენ. მიწაყრილის სიგანე დაახლოებით 60 მეტრს აღწევდა. ტვიროსელები აქტიურად ცდილობდნენ ამ პროცესის ჩაშლას. ისინი ზღვიდან ესხმოდნენ თავს მაკედონელებს, წვავდნენ საალყო კონსტრუქციებს და აფერხებდნენ მშენებლობას. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს მათ შეძლეს მაკედონელთა კოშკებისა და მიწაყრილის ნაწილის განადგურება. მიუხედავად ამისა, ალექსანდრემ ოპერაცია არ შეწყვიტა. მან გააფართოვა მიწაყრილი და პარალელურად შეკრიბა ძლიერი ფლოტი ფინიკიური და კვიპროსული ქალაქებიდან. შედეგად, ტვიროსი სრულად მოექცა ალყაში, როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვიდან. 7 თვიანი მძიმე ბლოკადის შემდეგ ალექსანდრემ საბოლოო შეტევა განახორციელა. მაკედონელებმა მოახერხეს კედლების გარღვევა და ქალაქში შეჭრა. ტვიროსის დაცემა მძიმე შედეგებით დასრულდა მისი მოსახლეობისთვის. ამ გამარჯვებამ სპარსეთის საზღვაო ძალას გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს საბოლოოდ მაკედონელთა კონტროლის ქვეშ გადავიდა. ამ წარმატების შემდეგ ალექსანდრეს გზა სამხრეთისკენ ეგვიპტის მიმართულებით გაგრძელდა, სადაც მისი კამპანია ახალ პოლიტიკურ და სტრატეგიულ ეტაპზე უნდა გადასულიყო. ეგვიპტის გზაზე ალექსანდრეს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. გარდა ქალაქ ღაზისა, მიუხედავად მტკიცე თავდაცვისა, რამდენიმე მძიმე იერიშის შემდეგ ქალაქი მაინც დაეცა. ქრისტეს შობამდე 322 წელს ალექსანდრე ეგვიპტეში შევიდა. სპარსეთის მმართველობა ამ რეგიონში უკვე შესუსტებული იყო და ეგვიპტის დაპყრობა პრაქტიკულად უბრძოლველად განხორციელდა. ადგილობრივი მოსახლეობა მას როგორც განმანთავისუფლებელს შეხვდა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებდა მისი ხელისუფლების დამყარებას. ეგვიპტეში ალექსანდრემ სწრაფად გაამყარა თავისი ძალაუფლება. იგი ოფიციალურად აღიარეს ფარაონად, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იყო. ამით მან არა მხოლოდ სამხედრო კონტროლი დაამყარა, არამედ ადგილობრივი ტრადიციების პატივისცემით საკუთარი მმართველობა ლეგიტიმურად წარმოაჩინა. ეგვიპტეში ყოფნისას ალექსანდრემ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
დაარსა ქალაქი ალექსანდრია. იგი მდებარეობდა ნილოსის დელტასთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ადგილზე იყო გაშენებული. მომავალში ალექსანდრია იქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო, კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად ანტიკურ სამყაროში. ქალაქის დაარსება აჩვენებდა, რომ ალექსანდრე მხოლოდ სამხედრო გამარჯვებებით არ შემოიფარგლებოდა. იგი ქმნიდა ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეს. ამავე პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ალექსანდრეს ვიზიტს ამონის ოაზისში, სადაც იგი ეგვიპტური ტრადიციის მიხედვით ღვთაებრივ მმართველად იქნა აღიარებული. ეს მოვლენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მის პოლიტიკურ იმიჯზე და აძლიერებდა მის ავტორიტეტს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე საკუთარ არმიაში. ეგვიპტეში გატარებული დრო ალექსანდრესთვის ერთგვარი სტრატეგიული შესვენებაც. მან მოაწესრიგა ადმინისტრაცია, გაამყარა ძალაუფლება და უზრუნველყო ქვეყნის სტაბილურობა. ამავე დროს მან მოამზადა არმია მომავალი კამპანიისთვის. ეგვიპტიდან გამოსვლისას ალექსანდრეს მიზანი უკვე სრულიად ნათელი იყო. მას სურდა სპარსეთის უზარმაზარი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაესამარებინა. ამ დროს სპარსეთის მეფე დარიოს მესამე აგრძელებდა ძალების აღდგენას. ისოსის მარცხის შემდეგ მან მოახერხა ახალი, მრავალრიცხოვანი არმიის შეკრება იმპერიის სხვადასხვა რეგიონიდან, გააძლიერა კავალერია და მოიმხრო მოკავშირე ძალებიც. დარიოსმა ამჯერად ყურადღებით შეარჩია ბრძოლისველი. იგი შეეცადა ისეთი ადგილი ეპოვა, სადაც მისი მრავალრიცხოვანი არმია სრულად შეძლებდა განლაგებას და გამოყენებას. ამ მიზნით არჩეულ იქნა გაშლილი ველი, ადგილი, რომელიც ისტორიაში გავგამელას სახელით შევიდა. ალექსანდრემ კარგად იცოდა, რომ ეს ბრძოლა განსხვავებული იქნებოდა. თუ ისოში მას რელიეფმა შეუწყო ხელი, ახლა ყველაფერი ღია სივრცეში უნდა გადაწყვეტილიყო. აქ უკვე მხოლოდ ტაქტიკა და დისციპლინა არ იქნებოდა საკმარისი. საჭირო იყო სრულყოფილი სტრატეგია და სწრაფი გადაწყვეტილებები. ამგვარად, რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ალექსანდრემ მიიყვანა იმ ეტაპამდე, სადაც მის კარიერას გადამწყვეტი გამოცდა ელოდა. მცირე აზიის დაპყრობა, ფინიკიის ქალაქების დამორჩილება და ეგვიპტეში ძალაუფლების გამტკიცება მხოლოდ წინაპირობა იყო. მეოთხე ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე. გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.